ნახოთ დათვი როგორ ალაგებს თავის ოთახს, ხო ქეთო? გადაშალე მიდი წიგნი. ნახე, ყველაფერი აქვს დაყრილი დათვს ოთახში. თქვენც ესე გაქვთ ბავშვებო? სამბაჩვავს. მე რა უნდა გავაკეთოთ? ნახე, აბა კარადაში. აი უნდა დაარაგო. კი, კარადაშიც როგორი ქაოსი აქვს. ყველაფერი მიყრილია. წინდას რა უნდა ასე მიგდებული სათამაშოებში არ შეიძლება, ხო? არა. ნახოთ, აბა გადაშალე როგორ დაალაგებს ეს დათვი. აი. ესე თამაშობს, ესე ქაოსში უყრია ყველაფერი სათამაშო. ნახე როგორი არეული აქვს. ნახე როგორი უნდა იყოს. აი ასე ქონდა. მართალია, ნახე როგორი ქაოსი იყო. აქ კიდე ერთხელ გადახშალე ვერ დაინახეს ბავშვებმა. აქეთკენ ვანახოთ როგორი არეულია და როგორი უნდა იყოს. გადაშალე ეს. ასეთი სწორად უნდა იყოს, ხო? ჩამწკრივები. კარგი, გადაშალე ხა მეორე მხარეს. ყველგან მოყრია სკუპიკები და მანქანები. კარადა ნახე. და აქ ასწავლა რა მგონი გაკეთებ. ისა დაკეცვას მაისურის. აჩა, ხელები მოუკეცეთ და მე ესე გავასწოროთ. დაშალება. აი დაკეთეთ ალაგებს, რა კარგი დათვია. არეული მაგიდა და თარც როგორ გავუსწორებია. შენც ეს დაალაგებ ხოლმე, ხო? თუ უკვე ალაგებ. ვალაგებ. გადაშალე. აი, კარადაც როგორ დაალაგებია. მოდი ხა ჩვენ რაღაც ნივთები გვაქვს. და ჩაალაგე. ბანანით ჩავდოთ კალათში, მართალია. აი, კარგად, დანები აღარ უნდა მეტყვი. თავი ბროკოლიც მოჩავდოთ. კარგი, ქვევით ხომ არ გინდა, მეგონი სუფთაზე რა დავდოთ. კაი, მანდ იყოს ლამაზად ჩაჭდა. ეგ რა არის სახაზავი? სახაზავი ჩანთაში ჩავდოთ? ყოლში. იმიტომ რომ ხა სკოლა იწყება და ყოველს ჭირდება სახაზავი სკოლაში. კიდე რა სჭირდებათ? მაისური, კაი, გამოსაცვლელი მაისურიც ჩავდოთ, სადგან შეგვიძლია ახში მიჩვეულება. და ვალულიც ხო მეგონი? კი. ეს შორტი სად ჩავინახოთ? აია. კარადაში. აჩა. გინახა ვისწავლოთ ამ წიგნის მიხედვით, როგორ დავკეცოთ ჩვენი მაისური. კაი. თეთ. შენ არ ნახე იმ წიგში, რო კეცავდნენ ხო მაისურებს? დავკეცოთ ახლა? მაისური გაქვს. ხელები გადავუკეცოთ. აჩა. კარგად გისწავლია. დაკეცავ ხოლმე ესე? აჩა, კიდე ხარ გადაგეცავ ერთხელ. რო დაპატაროთ და კარგად ჩაეტიოს კარადაში. აჩა. კარგად დაგვიქ